ორთვიანი ხმაურიანი შეხვედრების შემდეგ 104 გვერდიანი დასკვნა მზად არის. Როგორ და სად ხედავს დროებითი საპარლამენტო კომისია საკვებ პროდუქტებზე, წამლებსა და საწვავზე ფასების შემცირების რესურსს. ბაზრის სტრუქტურული მოწყობა, არასაკმარისი გამჭვირვალობა, მიწოდების ჯაჭვის არაეფექტურობა, დამატებითი ხარჯები. ასეთია ძირითადი ფაქტორები, რითაც კომისია სურსათზე მაღალ ფასებს ხსნის და მთავრობას შესაბამისი რეკომენდაციებით მიმართავს. მაღალი ფასების შემცირების ერთ-ერთ გზად რეგიონებში ცენტრალიზებული დისტრიბუციის ცენტრების შექმნა განიხილება. დასკვნაში არაფერი ანათქვამი შესაძლო კარტერულ გარიგებებზე, რაზეც კომისიის შექმნამდე გარკვეული მინიშნებები კეთდებოდა. წერია, რომ საცალო ბაზრის მომგებიანობის მაჩვენებლები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისია. სტრუქტურული ცვლილებების გარეშე საკვებ პროდუქტებზე ფასების დაწევა შეუძლებელია, ასეთია დასკვნა. რაც შეეხება წამლებსა და საწვავს, რეკომენდაცია რეფერენტული წამლების ჩამონათვალის გაზრდა და საწვავის მარაგების მართვის გაუმჯობესება. სამთვიანი მუშაობის და 60-ზე მეტ კომპანიასთან გამართული შეხვედრების შემდეგ ფასების შემსწავლელმა საპარლამენტო კომისიამ დასკვნითი დოკუმენტი წარმოადგინა. რეკომენდაციები, რომელიც უმრავლესობამ გასცა როგორც სურსათს, ასევე მედიკამენტებსა და საწვავს ეხება. კომისიის თავმჯდომარის აზრით, სურსათის მაღალ ფასებს არა კომპანიების დიდი მოგება, არამედ არაეფექტური ბიზნეს პროცესები განაპირობებს, რომლებიც აუცილებელია რომ დარეგულირდეს. ამავე დასკვნაში ვკითხულობთ, რომ ხისტი გადაწყვეტილებები, როგორიც არის მოგების მარჯების განსაზღვრა და კონკრეტულ პროდუქტებზე ფიქსირებული ფასის დაწესება გაუმართლებელია და ამ პრაქტიკამ სხვა ქვეყნებში არ იმუშავა. შესაბამისად, კომისიის თავმჯდომარემ განმარტა, რომ ფასების დარეგულირება მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ბიზნეს პროცესები სწორად წარიმართება. უფრო ზუსტად, კომისიის აზრით, სურსათის შემთხვევაში აუცილებელია დარეგულირდეს მხარეებს შორის ანგარიშსწორების ვადები, გათანაბრდეს ხელშეკრულებების შემუშავებისას ბაზრის მოთამაშეების შესაძლებლობები, დამოკლდეს პროდუქციის რეალიზაციამდე არსებული მიწოდების ჯაჭვი. აუცილებელ პირობად განისაზღვრა მარაგებისა და ნაშთების მართვის ელექტრონული სისტემის შემუშავება. ძირითადი პრობლემა არა გადაჭარბებულ მოგებებშია, არამედ პრობლემა არის არაეფექტურ საოპერაციო ხარჯებში. ეს რას ნიშნავს? ეს იმას ნიშნავს, რომ ფასს წარმოქმნის ჯაჭვში გროვდება დამატებული ხარჯი, რომელიც საბოლოო ჯამში აწვება პროდუქციის თვითღირებულებას. ჩვენი რეკომენდაცია არის, რომ აღმასრულებელმა ხელისუფლებას სპეციალური პროგრამებით გააძლიეროს ხარდაჭერა მცირე და საშუალო მწარმოებლისთვის, მათთვის რიგი კომერციული ხარჯები უნდა შემცირდეს ან გაუქმდეს, რომ მათ უფრო ადვილად შეეძლოთ ქსელთან თავიანთი პროდუქციის განთავსება. ჩვენი რეკომენდაცია არის, რომ ამ დირექტივის ფრაგლებში შესაბამისი კანონპროექტი უნდა შემოვიდეს პარლამენტში და პარლამენტმა შემდეგ უფრო U-ტიპი დირექტივა არის ცნობილი, ასე არსებული დირექტივა უნდა იმუშაოს და შექმნას ინსტიტუციური ჩარჩო ამ სექტორში მოთამაშე კომპანიებს შორის, ასე რომ ვთქვათ, წარმოებელს იმპორტიორ დისტრიბუტორ ქსელებს შორის ურთიერთობის ჩარჩო. აუცილებელია მიწოდების ჯაჭვის შემცირება და ეს რას ნიშნავს? მაქსიმალურად დაახლოვება ურთიერთობების წარმოებელსა და საცალო ქსელებს შორის, რომ არ იყოს შუალედური რგოლები და მეორე მნიშვნელოვანია იმპორტიორსა და მწარმოებლის შორის. ამ ნაწილში განსაკუთრებული როლი ენიჭება ცენტრალიზებული დისტრიბუციის ცენტრების განვითარება. ჩვენი მიზანი არის, რომ ადგილობრივი წარმოება გახდეს კონკურენტუნარიანი. ამას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, იმიტომ რომ თუ კი ის არ იქნა კონკურენტუნარიანი, ეს საბოლოო ჯამში აზარალებს მომხმარებელს და თუ კი ის კონკურენტუნარიანია, ეფექტურად საოპერაციო ხარჯებს ამცირებს, ის სამუშაო ადგილებს გენერატორი არის და მეორე მხრივ წარმატებულად კონკურენციაში შედის იმპორტთან. რაც შეეხება მედიკამენტებს, ამ შემთხვევაში გაცემულია 5 ძირითადი რეკომენდაცია. მათ შორის კომისია ფიქრობს, რომ აუცილებელია გაფართოვდეს მედიკამენტების ჩამონათვალი, რომელზეც რეფერენტული ფასები გავრცელდება. უფრო ზუსტად, საქმე ეხება აქტიურად მბრუნავი მედიკამენტების 60%-ს. შედეგად კომისია ელოდება, რომ მოსახლეობას საშუალოდ ფასი 40%-ით შეუმცირდება. ასევე კომისიის რეკომენდაციაა ქრონიკული დაავადებების მართვის პროგრამის გაფართოება, ადგილობრივი წარმოების განვითარება. ერთ-ერთი რეკომენდაციაა შემუშავდეს მექანიზმი, რათა ბაზარზე მედიკამენტების დეფიციტის საფრთხე არ შეიქმნას. რეკომენდაცია არის, რომ ეს რეფერენტი გადიდეს უფრო დიდი რაოდენობის მედიკამენტები მოიცავს და თუ დღეს მოიცავს 7000, რეკომენდაცია არის, რომ მოიცავს 11000
ესა რეფერენტმა, რაც საშუალებას მიცემს ბაზრის სტრუქტურულად გადაწყობა. ფასდაკლება ვერ მოხდება ადმინისტრირებით, ფასის შემცირება ხდება სტრუქტურული გადაწყობით. ხარჯების შემცირება იწევს ფასების შემცირებას და აქ არის პრობლემა, იმიტომ რომ საოპერაციო მოდელი კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აი სწორად მინდა რომ მოსახლეობამ გაიგოს, რომ პრობლემა არის იმ საოპერაციო მოდელში ჯაჭვში, რომელიც ქმნის დამატებით ხარჯებს. იმის გათვალისწინებით, რომ საწვავის სფეროზე გავლენას გლობალური ფაქტორები ახდენს და არსებული ფასები რეგიონში კონკურენტულია, შედარებით მცირე მოცულობისაა დოკუმენტის ის ნაწილი, სადაც საუბარია საწვავის ფასების რეგულირებაზე. დასკვნა მოიცავს 4 ძირითად რეკომენდაციას, რომელიც გულისხმობს მარაგების ეფექტურ მართვას, იმპორტის წყაროების დივერსიფიკაციის სტიმულირებას, ლოჯისტიკური ჯაჭვის ოპტიმიზაციას და თვითმომსახურების მოდელების ეტაპობრივ დანერგვას. ფასის შემცირება მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული პლაცის ფასის მოძრაობაზე, ხო, მაგრამ დიდი მიღწევა არის ის, რომ აღნიშნოთ, რომ მიუხედავად ან უმძიმესი კრიზისისა, რომელიც ენერგიის ბაზრებზე არის დღეს, ფასის და ჩვენთან მნიშვნელოვნად დაბალი იყო, ვიდრე შედარებით აღმოსავლეთ ქვეყნებში, ევროპის ქვეყნებში და ეს განსხვავებები მნიშვნელოვანი არის. ამიტომ აქ განსაკუთრებული როლი ითამაშა რეზერვების სწორი მართვა და რეკომენდაციებიც ამ მიმართულებითაა. სხვა ვერ იქნება, როცა საერთაშორისო ფასზე ხარ დამოკიდებული, რეკომენდაცია არის მხოლოდ ის, რომ რეზერვების სწორი მართვა იყოს, თუ შესაძლებელია უფრო მეტი რეზერვი ჰქონდეს. კომისიის სხდომაც ხარე განხილვისა და კამათის ფონზე მიმდინარეობდა. ორივე ოპოზიციურმა პარტიამ უმრავლესობას დოკუმენტის გასაცნობად მეტი დრო სთხოვა. როგორც ხალხის ძალა, ასევე პარტია გახარია საქართველოსთვის პარტიის წევრები კომისიის თავმჯდომარეს მეტი კონკრეტიკისკენ მოუწოდებდნენ. როდესაც საუბრობდა ედრებით ევროპულ მოდელებს და კონკურენციას, იქ ამ ასეთ წარმატების მიღწევაში სჭირდება კომპანიებს თაობები და საკმაოდ დიდი დრო, რომ აი ესეთ წარმატებას მიაღწიოს. მაგრამ როდესაც საქართველოში ეს ყველაფერი ამ გაჭირებულ სახელმწიფოში ხდება სულ რამოდენიმე წელიწადში, რა თქმა უნდა აღბუნებრივია ისმის კითხვა, როგორ ხდება, როგორ აღწევენ ისინი ამ წარმატებას, თუ არა მონოპოლიური უპირატესობა, თუ არა ოლიგარქიული, ოლიგოპოლიური დამოკიდებულება და ასე შემდეგ. ერთი წყარო მომიტანეთ, ერთი არა, მომისმენთ, მოდი რა ვიყოთ დავასრულებ და სამართლიანები, რატო ხო მოდი ნუ შეუშლით ხელს. არა, ეს პოლიტიკური პოპულიზმი. არ არის პოპულიზმი. არა, რატო ნუ შეუშლით ხელს, დავასრულებ. იძახით რომ ის არ არის კონკურენცია, მაშინ წყარო მოიყვანეთ. თქვენ უარ ყოფთ იმას, რომ უგნის ტიპის მაღაზიები გააძევეს სამოხმარებლო ბაზრიდან კომპანიებმა. უარ ყოფთ მაგას, კონკურენციის სააგენტოს წარმომადგენელი მოგვეყვანა ხელმძღვანელი. სამჯერ დავაყენეთ ეს საკითხი, მე ბოლოს მოგწერეთ და კაცო, ხო გითხეს რომ საკითხი როგორ დგება? საკითხი დგება, უნდა წაიკითხოთ რეგლამენტი. მოითხოვეთ, სიტყვა დააყენოთ საკითხი, ეყლება კენჭის. მოითხოვეთ, დავაყენეთ და დამიდასტურეთ. ჩანაწერებს ამოვიღეთ. ჩანაწერი კი არა, როგორ არის პროცედურულად? პარლამენტმა კონკრეტიკა თუ არ უთხრა აღმასვებელ ხელისუფლებას, თუ არ უთხრა ეს არ არის საგამოძიებო დოკუმენტი. ბატონ შუთა, ნახეთ, თუ კონკრეტულად არ უთხარით მთავრობას, საქმე უწყებო დაწესებულებებს ან ნებისმიერს, ვიმეორებ ზოგადი ხასიათის მიგნებები აქ, რაც მოვასწარით, სწორია, რაც მიგნებებია, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ძალიან ძნელია შემდგომ ჩვენ როგორც პარლამენტარებმა გავაკონტროლოთ მთავრობის რომელიმე კონკრეტული უწყება და მოვთხოვოთ, რომ აი ეს სეგმენტი გააკეთე თუ არ გააკეთე. ეს დასკვნა ეფუძნება სისტემურ მიდგომას, რომელიც შედეგს მოგცემს საშუალოვადიან პერიოდში რა არის აკაუგებელი და იმას რა ქვია, შედეგს მოგცემს გრძელვადიან სტრატეგიის გათვალისწინებით. ფასების შემსწავლელმა საპარლამენტო კომისიამ დღეს მუშაობა საბოლოოდ დაასრულა. ახლა პროცესები სხვა ფორმატში უნდა გაგრძელდეს.